სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ამბროლაურის კულტურის ცენტრიდან აიღო. მარათონი 3 კატეგორიაში ჩატარდა: პროფესიონალები, მოყვარულები და ბავშვები. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მარათონზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი 100-მდე მონაწილე დარეგისტრირდა. თითოეულ მანძილზე გამოცხადდნენ გამარჯვებულები ქალებსა და მამაკაცებს შორის. სპორტის სამინისტროსთან ერთად მარათონის მხარდამჭერები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. თითქმის უკვე მასშტაბური სახეა კამშეჯის, მეორედ ჩატარდა და იმედი ასე გაგრძელდება. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ასევე ორგანიზატორებს და ჩემ გუნდს დამეხვანენ ჩემპიონობაში. დღეს ამბროლაურში ნამდვილი სპორტული ზეიმია. ტარდება ტრადიციული ველომარათონი, რომლის მხარდაჭერია, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტრო, როგორც მასობრივი სპორტის განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის ტურიზმის საერთაშორისო ფონდს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია ამ ღონისძიების. რეგიონებში მასშტაბური ტურნირების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. ეს ნიშნავს, რომ სპორტის გამართული სახეობის მიმართ ინტერესი იზრდება და საზოგადოების ინტერესი არის მთავარი დაკვეთა ჩვენი ფონდის შესაბამისად. ჩვენ ამ ტურნირებს ვატარებთ როგორც სპორტის სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა რეგიონში, როგორც ქართველი სპორტსმენების და სპორტის მოყვარულების, ასევე უცხოელებისთვის. ეს ბუნებრივია, დღეს უწყობს როგორც პროფესიონალური სპორტის განვითარებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მოამბე ახალი ამბებით 18 საათზე დაბრუნდება დროებით.